ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო. ეს ფრაზა 93 წლის საქართველოში ბევრად უფრო აქტუალურად ჟღერდა ვიდრე ბერტოლტ ბრეხტის პიესაში. კავკასიური ეთნოკონფლიქტების წრეც დიდი ხნით შეიკრა. ომი ყველაფერს ჩამოწერს. აი კიდევ ერთი მოარული ფრაზა, რომელმაც ბევრი გზააბნეული სული შეიწირა. ასეთები მრავლად იყვნენ მხედრიონშიც. ომი ყველაფერს ჩამოწერს, მხოლოდ გამარჯვებულისათვის. გამარჯვებული კი ამ ომში არავინ არის. იდეალები ომში მთავარი მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ ხშირად ამ ძალას ადამიანები დაღუპვისაკენ მიყვავს. მხედრიონზე საუბრისას ყველა ყოველთვის აღნიშნავს, რომ უმეტესობა იყვნენ იდეალისტები. აზრები იყოფა, როცა საქმე ამ იდეალისტთა და მათი მეთაურის პასუხისმგებლობას ეხება. ძველი მხედრიონელები თვლიან, რომ მათ არ შეეძლოთ სიკვდილზე მიმავალი ადამიანის გაკონტროლება, რომ კრიმინალისაკენ მათ სახელმწიფო უბიძგებდათ. მაგრამ ზვიად გამსახურდიას ერთგული ზუგდიდებისათვის ისინი დღემდე ყაჩაღებად რჩებიან. მოუხდათ ისეთი როლის შესრულება, რაც მათ გააზრებული არ აქონდა. ზოგიერთ არწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა ვიცი, ჩემი მეგობრის შვილები დაიღუპნენ აფხაზეთში, იმიტომ კი არ წავიდნენ საბრძოლველად, რომ ეძარცვათ იქაურობა, არამედ ეგონათ, რომ სამშობლოს წინაშე იხდიდნენ ვალს. ერთხელ სხვადასხვა მე უთხარი ეგ ჯაბას, ჯაბა მეთქი იმისანა ხალხია, ხანდიხარ რომ მეთქარ ძალიან ჭtilts აყენებს თელ შენ მოღვაწეობას მეთქი და რა ვქნა, გიჟა მითხრა, კაცი რომელიც სიკვდილზე მოდის, მე იმას რა კომკავშირის ცეკადან დახასიათება მოვთხოვო თუ რა გავაკეთო, ესე იგი რანაირად თუ ვინც მოდის, იმას მე ვიღებო და მე ზოგი კარგი გამოდგება, ზოგი ცუდიო. აფხაზეთის ომის დასასრული მხედრიონელებისათვის დასასრულის დასაწყისად იქცა. სანამ ჯაბა იოსელიანი ბრძოლის ველზე იყო, შევარდნაძემ პოზიციები საკმაოდ გაიმაგრა. ახლა ეს უზარმაზარი მასა, შეიარაღებული, დამარცხებული ადამიანებისა, რომლებმაც გამარჯვებისათვის არაფერი დაიშურეს, პასუხს ყველას და ყველაფერს მოსთხოვს. პასუხები კი შევარდნაძეს არ აქვს, ისედაც ყველაფერი ნათელია. გაბოროტებულნი, დამარცხებულნი, შერცხვენილი და ყველაფერს რო იკადრებდნენ, ალბათ ისე დღეში იყვან. ვიღაცას უნდა დაბრალებოდა ეს ყველაფერი. პოლიტიკოსები თავის დანაშაულს, რა თქმა უნდა, მეომრებს დააბრალებდნენ. დააბრალეს მეომრებს. როგორც მხედრიონზე დადიოდა, ისე გვარდიაზეც და ყველაზე ცუცი ძახდა საერთოდ რა ხალხი, მაგრამ მხედრიონი მაინც უფრო სხვანაირად გაითავისა რა ქართველმა კაცმა, თვითონ ყურშიც კარგად ხვდება თვითონ სიტყვა. შეისხის სისხლხორცა რა, ასე ვთქვათ, რომ აი ეს არის დანაშაულის ბუდე. აფხაზეთში მებრძოლის ზვიადისტებისა და დანარჩენი ქართული სამხედრო ძალის გზები ჯერ კიდევ სოხუმის დაცემამდე გაიყო. 93 წლის სექტემბერში ზუგდიდში პრეზიდენტი გამსახურდია და მასთან ერთად გაქცეული მთავრობის წევრები ჩადიან. ამიტომ სამეგრელოში თუნდაც ერთი და თუნდაც დამარცხებული რაზმის შეშვებაც კი ზვიადისტებისათვის ყველა იმედის წყალში გადაყრას ნიშნავს. ლოთი ქობალია მეტისმეტ გულმოდგინებას იჩენს და რეგიონში შესასვლელ გზას არა მარტო მხედრიონელებსა და კიტოვანის გვარდიას, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც უკეტავს. მტოლვილები იძულებულები ხდებიან სვანეთის მთებში გაიკვლიონ გზა სამშვიდობოსაკენ.
შევარდნაძეს ეს ქვეყანაში საკუთარი გავლენის გასამტკიცებლად კიდევ ერთი სulis გაკეთების საშუალებას აძლევს. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება ნომერი 85. მაშველთა კორპუსის საქართველოს მხედრიონის მებრძოლთა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ სიკვდილის შემდეგ. ეს ჯილდოები ქართველი ხალხის სახელით რომ გადაეცა დღეს დაღუპულთა ოჯახებს ჯერთი მათ გმირულ სახეებს, მათ საგმირო საქმეებს შევახსენებს ჩვენ. და მეორედ ქართველ ხალხს და ხელისუფლებას უნდა რომ ეს სიმბოლოები გმირობისა, ვაჟკაცობისა და უგდაებისა დარჩენ ამ ბიჭების, დედებს, მამებს, ძმებს, დებს, შვილებს, შვილიშვილებს მომავალში. როგორც უგდაების სიმბოლო. დაღუპულთა გმირად შერაცხვის პარალელურად ცოცხლად გადარჩენილებს ახალ მახეში უშვებს. მხედრიონი აფხაზეთიდან პირდაპირ სამეგრელოში. მეორე და საბოლოო სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად იგზავნება. აფხაზეთში გვერდიგვერდ ჩვენ ბადრიზარანდიას ბიჭებთან ერთად ვიბრძოდით და შემდგომ დასავლეთის ომებშიც უკვე ისევ საპირისპირო მხარეს და ჩვენ და სამარცხვინოდ ორთავე მხარეს და სამარცხვინოდ და არა მხოლოდ თითეული ქართველის და სამარცხვინოდ და საერთოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული და სამარცხვინო ლაქაა ეს სამოქალაქო ომი ჩვენ ერთმანეთს ვესროდით. სიტყვა მხედრიონი სამეგრელოში ძალმომრეობის სინონიმად იქცა. ეს შევარდნაძის რეგიონში ისედაც შერყეულ იმიჯზეც აისახებოდა. სამეგრელო საქართველოა, როგორც დიდმა ილიამ თქვა თავის დროზე და სწორედ. მხედრიონელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ გულუბრყვილო ქვეყნის მეთაურს თვალები სამეგრელოს მონახულების შემდეგ აეხილა. მაშინ როცა სენაკში მოსახლეობამ კვერცხები დაუშინა. ერთ-ერთი დასავლური ვოიაჟის დროს 800 კაცი პროტესტის ნიშნად მოედანზე გაწვა და მის ვერტმფრენს ზუგდიდში დაშვების ნება არ მისცა. ზუგდიდში დავჯექით, წალენჯიხში დავჯექით. არის ერთი ცივილი კივილი და მოვიდა ერთი ქალი ადრიდან იცნობდა, ეტყობა რაღაც კონკავშირიდან. არათლათ ახალგაზრდა აღარ იყო და ურში ჩამჩურჩულა. წაიყვანენ მხედრიონი აქედან და საქართველოს ძეგლს დაგედგამს. წაიყვანე, აღარ შეგვიძლია, რა დავაშავეთ ამის პასი. დანარჩენი ახლა ეს ჩუმად მეუბნება დანარჩენი წივიან კივიან არიან ერთ ამბავში. მოკლედ რაც გააკეთეს სასიკეთო აფხაზეთში ყველაფერი წყალში ჩაყარეს აქ. სხვა შორის დოდო გუეშაშვილს რო კითხო, დოდომას კი ქალია ხო კაცო და ვაჟკაცი ქალია. დოდომას გადაწვა ერთი სოფელი. დარჩელში ორი ახალგაზრდა მხედრიონელი დაწვეს ცოცხლად, გადაასხეს ნავთი და წაუკიდეს ასანთით ცეცხლი და ორი დაჭრილი, მათ მიერ დაჭრილი, რომელიც მკვდარი ეგონათ, დარჩნენ ფაქტობრივად იმ მომენტისათვის შემდგომ ხელშეუხებელი ისინი გადარჩნენ და ეს ორი დამწვარი ბიჭი საკუთარმა დედებმა მხოლოდ მედალიონით გაარჩიეს. დასავლეთიდან მოსული ხმები და ჭორები სულ უფრო და უფრო შემზარავია. ხშირად ხმებს მათი სინამდვილის დასადასტურებლად დედაქალაქში ცხედრები მოყვებათ.
ყველგან მიტოვებული თითქოს არარსებული სახელმწიფოს დამარცხებული ჯარისკაცები, მხედრიონელები და ზვიადისტები ჯარს ერთმანეთზე და მოსახლეობაზე იყრიან. შევარდნაძე კი დამნაშავეთა დაუსჯელობას თავისი საუკეთესო წარმოდგენის, საუკუნის პროცესის რეკვიზიტად ინახავს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბატონი ჯაბა რამდენიმე თვის წინ განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და ხალხის წინაშე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ეს ორდენი მისთვის ჩვენ მე უნდა გადამეცა აბაშაში, მერე სენაკში. და მდგომარეობა ისეთი იყო, რომ ამის საშუალება არ მომეცა. მერე მოვილაპარაკეთ, რომ ამას დედაქალაქში გავაკეთებდით. მე მგონი ამაზე უკეთესი შემთხვევა არ შეიძლება იყოს. თქვენის ნებართვით მე მინდა ბატონ ჯაბას გადავცე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სახელით ეს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო. ჯაბა იოსელიანს განსაკუთრებული დამსახურებისათვის აჯილდოვებს და იმავე დამსახურებისათვის მხედრიონი რეგიონიდან გამოყავს. გათიშული ქვეყნის სამართავად მას უკვე სტაბილიზაცია სჭირდება. მე ჯაბას ვთხარი, რომ სამეგრელო უნდა დატოვო მათი. ძალიან განაცხადა, ძალიან გაბრაზდა. რა დავაშეო, კაცო? სამეგრელო აქამდე საქართველოს შემადგენლობაში აღარ იქნებოდაო. ჩვენ რო ახარ ვიყოთ. მე ვთხარი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას. თქვენ გადით, ხვალ დილით, სულ მხედრიონელი გავიდეს სამეგრელოდან და მე ვარ პასუხისმგებელი, რომ სამეგრელოში არაფერი არ მოხდება. არც არაფერი მომხდარა მე. მაგრამ პრობლემა მხოლოდ სამეგრელოთი არ შემოიფარგლება. იარაღიან ბიჭებს შინ სულ სხვა ქვეყანა ხვდებათ. მათი მეზობლები ომის დროს შინის ხდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ, სახლებს იშენებდნენ, ბევრმა სასახლეც კი წამოჭიმა. მხედრიონელებს კი საერთო უმუშევრობის ფონზე 1000 ურჭირთ საკუთარი ადგილის პოვნა. ომმა მათ საკუთარი პროფესიები კი არა, სახელი და გვარიც კი დაავიწყა. ნებით თუ უნებლიეთ იძულებული არიან საკუთარი თამაშის წესები იმ სამყაროში შემოიტანონ, რომელიც მათ უცხოსავით დახვდათ. ის ხელი, რომელიც აუცილებელი იყო, რომ გაეწოდათ აი ამ ბიჭებისთვის, ბევრმა არ გაუწოდა. შესაბამისად, მათ მხრიდან მოყვა რეაქცია და ბუნებრივია ეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ჩამოდის სამი შვილი ყავს, არა? იმ მშიერი შვილები ეუბნებიან მამა მშია. აი რა უნდა გააკეთოს ასეთმა ადამიანმა, მით უმეტეს მას ჭკუა შეცვლილი აქვს. მხედრიონელებისათვის ახალი ბრძოლა იწყება. ბრძოლა არსებობისათვის. ამ ბრძოლაში ბევრად მეტი მოხალისე ჩაერთო, ვიდრე პირველში. მხედრიონი ჩამოყალიბებული იყო არა პოლიტიკური ცხოვრების რეგულირებისთვის, არამედ სამშობლოს დაცვისთვის. ეს იყო მისი დანიშნულება. სამშობლოსთვის, მსახურისთვის და როგორც კი ასე ვთქვათ, სხვა ფორმა მიიღო ამ ურთიერთობამ, იმ წუთში გაჩნდა პრობლემები ძალიან სერიოზული საზოგადოებასთან. ომი დამთავრდა. შეიძლება ერთი არ არის ლამაზი, როცა ომის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ბიჭები მოდიან და შენ იღებ მხედრიონში და კიდევ ავტომატს და სამი რაცია უდევს და ორი ბერეტა და რაღაცას მონსტრები. თუ ის ბიჭები ეგეთი ვაჟკაცები და ლომები იყვნენ, რატომ ომში არ წამოვიდნენ და თუ ეხა ომი რო დამთავრდა და რო წავაკეთე, ახლა გახდნენ ლომები, ხო ნათელია რისთვისაც გახდნენ ლომები, რომ ვიღაცას რაღაცა წაგლიჯო რა. ერთის მხრივ ამ ლომების მოსათოკად, მეორეს მხრივ კი საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებელი ალიბის შესაქმნელად, მხედრიონელთა ნაწილი გამოდის წინადადებით, შეიზღუდოს და დაწესდეს კონტროლი იარაღის ტარებაზე. მხედრიონი როგორც ყოველთვის ახლად თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა. მხედრიონი ისტორიას არ ჩაბარდება, ისტორიაში დარჩება. მაგრამ არ მოძებნა ეყო ის გვირობა და ხელი მოკედა ახალ მისიას და ახალ ფუნქციას, ამშენებლობით ფუნქციას, ამშენებლობით მისიას და მაშველთა კორპუსის მოვალობის შესრულებას
შეუდგა. მე ამას მიესალმები და ყველა სამსაქმის ინიციატორს, ორგანიზატორს და წამოწყებს. ვინც ეს ახალი საქმე ჩაიბარა, მინდა მადლობა უთხრა. და პირველ რიგში მადლობა უთხრა ჩემ დიდ მეგობარს, ჩვენი დროის გვირსა და რაინც ჯაბა იოსელიანს. თავის მხრივ ჯაბა იოსელიანი კვლავ აყენებს დღის წესრიგში მხედრიონის სტატუსს. მაშველთა კორპუსი რაღაც უნდა იყოს ამ მხედრიონის გაგრძელების რაღაც 7 ისე ტრადიციებზე გმირული, რაინდული, მეგობრული რაღაც ისეთი ორგანიზაცია, რომელიც აი მაშველი, რომ იქნება საქართველოსთვის მაშველი და იქნება საქართველოსთვის ის დასაყრდენი, რომელიც ჩვენ რომელსაც ვფიქრობთ, რომ ალბათ ამას შეასრულებს ეს ხალხი. ამ საქმეში მას შევარდნაძის მხარდაჭერის იმედი ჯერ კიდევ აქვს. მაგრამ შევარდნაძე პირიქით ცალკეულ მხედრიონელებს თითქმის შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებს. ორგანიზაციის განიარაღებას ან ოფიციალურ სტრუქტურებში მოქცევას და დაბინავებას არ ჩქარობს. ყველაზე უფრო დიდ შეცდომად ჩემი აზრით მე უნდა ჩაუთვალო მაშინდელ ხელისუფლებას ის რომ ომის დამთავრების შემდეგ ჯაბა სულ უნდა მიბრძოდა უნდა ეს მხედრიონი რაღაც ოფიციალურ რეგულარულ ნაწილად შექმნილიყო. ხან მაშველთა კორპუსი დაარქვა, ხან რაღაცა ესე იგი რომ ეს ხალხი იცით რა არის ახლა ჩვენ ძალიან იოლად ლაპარაკობთ ამ თემაზე და ისეთ საოცარ ქვეყანაში, უდიდეს და უძიდეს ქვეყანაში, როგორც არის დაუშვათ ამერიკა, ვიეტნამის სინდრომი დღემდე რთული სინდრომია, ეგრე არ არის. ადამიანი, რომელიც ამას გაივლის, რაც გაიარეს იმათმა ვიეტნამში და რაც გაიარეს ამ ბიჭებმა აფხაზეთში, ადამიანის ფსიქიკას კი იცვლება. და ჯაბა სულ იბრძოდა რომ ამისთვის მიეცა რაღაცა ოფიციალური ფორმა და არ ვიცი მე სხვების გავლენის ქვეშ თუ ვიღაცას ანგარიშს უწევდა კი სულ ფიქრობდა შევარდნაძე რომ ეს სწორია მაგრამ ბოლომდე მაინც ეს არ გააკეთა ეს იყო ყველაფერი შევარდნაძის აი უშუალო გეგმა როგორც კი ამაზე დაიწყებოდა მხედრიოში უკვე სერიოზულად ლაპარაკი და როგორც მიდიოდა უკვე გადაწყვეტისკენ ეს ისე ახალი საბუთები გამოდიოდა რომ გვაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ნებისმიერი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის და გამოყენების უფლება. ანუ ოფიციალური ლიცენზია ჰქონდა ადამიანების მკვლელობაზე. ლიცენზიები მკვლელობებზე უხვად გაიცემა, არა მხოლოდ მხედრიონელებზე. იწყება იდუმალი შეკვეთილი მკვლელობების სერია. მხედრიონელთა სახელით ჩადენილ დანაშაულებათა პარალელურად ვრცელდება ხმები თავად მხედრიონელთა აფეთქებისა და ჩაცხრილვის შესახებ. ამ უკანასკნელთა შემსრულებლები და დამკვეთები როგორც წესი ანაბეჭდებს, ინიციალებსა და მედალიონებს არ ტოვებენ. ისევე როგორც არ დატოვეს არანაირი კვალი ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელებმა. მავანი ამ მკვლელობას რუსეთის სპეცსამსახურებს აბრალებდნენ, სხვები ლაპარაკობდნენ ბიზნესსა და წილებზე. იმასაც ამბობდნენ, რომ მეგობრები შინაურული საქმის გარჩევას შეეძირნენ. ნამდვილი მოტივი და შესაბამისად ნამდვილი მკვლელი ვერა და ვერ მოიძებნა. განუყრელი წყვილი, რომელმაც ჯოჯოხეთის ყველა წრე გაიარა, დაწყებული თავგანწირული ომითა და დამთავრებული ნარკოტიკებითა და 1000 მითქმა-მოთქმით, თავისი სიკვდილითაც მთელი ორგანიზაციის ბედის სიმბოლოდ იქცა. ამ ბედს რიგრიგობით და მეტნაკლებად ყველა მხედრიონელი გაიზიარებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიგა არველაძეც ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელსაც ტრილერის დასაწყისშივე ესწროლეს. რამდენიმე თავდასხმის შემდეგ, რომლებსაც მხოლოდ სასწაულად გადაურჩა, არველაძემ გადაწყვეტილება მიიღო. აი ამ სროლების და რაღაცა იმების შემდეგ ჯაბასთან მივედი და უთხარი რა მეთქი ჯაბა მე ვერ მივაგენით ხო აი ძაბს საიდან მოდი ვინ აწყობს ამას ყველაფერს რა და შენს თუ ვერ შეძლებთ ხო ჩემ მოხმარებას მაშინ მე აქედან უნდა წავიდეთ ხო რა იმიტომ რომ ნუ არა მარტო ჩემ თავს უქმნის საფრთხეს არამედ იმ ხალხს ვინც ჩემთან ერთად მოძრაობს და ჩემთან ერთად ცხოვრობს
თორემ მაშინ არ იყო ეს მინდა მაინც მაყუჩიანი არ არის პირდაპირ მანქანის ქვეშა ბომბის ამოდება სახში ლიმონკის შეგდება რაღაც ეგ ოჯახის წევრებსაც აღარ აქცევდნენ ყურადღებას ეს საშინელი სიტუაცია იყო გიგა არველაძე მალე დარწმუნდა რომ არ შემცდარა მისი როლი დიდ პოლიტიკაში შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს როცა მთავრობაში მხედრიონელთა საკითხი ისევ დაისმის სხვა მრავალ პრეტენზიასთან ერთად იოსელიანს კადრების საკითხზეც მიუთითებენ მაშველთა კორპუსის თავმჯდომარის პოსტზე გიგა არველაძის კანდიდატურას პარლამენტში აშკარა პროტესტით ხვდებიან მაშველთა კორპუსის კომიტეტის თავმჯდომარეს ნიშნავდა მაშინ პარლამენტი და პარლამენტიდან მოვიდნენ ესე იგი არ ვიცი ჯაბამდე მივიდა ეგ ხმა რომ თუ გიგა არველაძის საკითხის განვიხილავთ პარლამენტზე მაშინ ჩვენ ავლაპარაკდებით ნარკოტიკებზე ასე გამოვიდა პოლიტიკურ არენაზე გიგა გელაშვილი რომლის სახელით მოგვიანებით შემზარავ ხუთმაგ მკვლელობას და ავზში გადამალულ გვამებს დაუკავშირდა მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ სუფთა რეპუტაცია აქვს ბორჯომელი მხედრიონერი ჯაბა იოსელიანმა სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით გატაცების გამო შეარჩია. მართალია მხედრიონის ოპონენტებმა იციან, რომ შესაკრებთა გადანაცვლები ჯამი არ იცვლება, მაგრამ ვინ დაუდგება წინ ახალგაზრდა ენერგიულ კაცს, რომლის საყვარელი გამოთქმა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. იგი მაშველთა კორპუსის თავმჯდომარედ დანიშნეს. ამავე პერიოდში გამოჩნდა სცენაზე კიდევ ერთი მოქმედი პირი, რომელიც სულ-მოკლე ხანში გილიოტინის როლს შეასრულებს მხედრიონის განადგურებაში. აირას წერს მასზე თავად იოსელიანის საკუთარ წიგნში. კვირაია ჩემს ოჯახთან დაახლოებული ჩეკისტია. პირველად გივი ბერაძემ საბჭოეთის შავი სამყაროს ერთ-ერთმა ცნობილმა ავტორიტეტმა მომიყვანა. სენაკელი, კარგი ოჯახის შვილია, ჩუმი წყნარი შეთხზული სენსაციების მოყვარული. ჩუმმა და წყნარმა ჩეკისტმა თავი მალე გამოავლინა, როცა სამეგრელოში სახელმწიფოს მეთაურის თვალწინ ჩაცხრილა ხელფეხშეკრული ტყვეები. კვირაიას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ის არ იყო ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი. თუმცა შევარდნაძის ხელისუფლების დროს არანაირი შეფასება ამას არ მოყოლია და არც შემდეგ დღეის ჩათვლით. თავრობაში დიდი საჭადრაკო კომბინაცია თამაშდება. ტრიალდება მორიგი საკადრო კარუსელი. შევარდნაძე თან შინაგან საქმეთა უშიშროების და თავდაცვის სამინისტროში საკუთარ ხალხს იბევებს. თან 93-ის შემოდგომაზე მოქალაქეთა კავშირს ქმნის და განცხადებას აკეთებს, რომ საქართველოს მაფიოზურ კლანებად დაყოფას არ დაუშვებს. თავიდან მისამ განცხადებას სერიოზულად არ ეკიდებიან. მაგრამ მალე აშკარა ხდება, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსი შევარდნაძის დახვეწილ ხრიკებს ცნობილი ქურდი და უცნობი სკულპტორი ვერაფერს დაუპირისპირებენ. ყოფილი ტრიუმვირატის მესამე წევრი თენგიზ სიგუაკი თანამდებობიდან გადადგა. იოსელიანი ნელ-ნელა სულ უფრო მკვეთრი განცხადებების გაკეთებას იწყებს და შევარდნაძეს დიქტატორსაც კი უწოდებს. ამასინათ სახელმწიფო მეთაურმა ითხრა, რომ აიო, შენ რო პარტიების წინააღმდეგ ხარ, რატო ჩამოვაყალიბე პარტიებო? უთხარი, ჩვენ ყველა პროვოკაციიდან თავი უნდა დავიწყოთ, ყველაფერს რომ თავი დავაკეთოთ. შენ რატო ჩამოვაყალიბე, შენ უფლება არ აქვს, შენ სახელმწიფო მეთაური ხარ, კანონში წერია, რომ სახელმწიფო მეთაურს არ აქვს, რომ რომელიმე პარტიის წევრი იყოს და შენ პარტიის წევრი ხარ, თავმჯდომარე ხარ, ვერ გავიგე, რაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ჯაბა თავის ბუნებით მაინც ანარქისტი იყო და დაუმორჩილებელი კაცი იყო, ესე იგი. და უკომპრომისო იყო ამ თავის დაუმორჩილებლებაში და ამიტომ მათ შორისაც ხდებოდა ძალიან სერიოზული შეტაკებები. ეხლა ჯაბაც მიჩეული იყო. ვისაც დაურეკავდა პროკურორად დანიშნავდნენ, მილიციის უფროსად დანიშნავდნენ, გამგებლად დანიშნავდნენ და ჯაბა სიტყვა კანონი იყო. მე ერთხელ თქვი რომ მორჩა დამთავრდა ეს ბაზარი. დღეს უკვე სახელმწიფო ვართ. ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და თუ რამეს გავაფუჭებთ, შეგიძლიათ გაგვაკრიტიკოთ. ხაშუში ჯაბა დეპუტატი იყო. და კაი პირველ ხანში კაი დეპუტატი და მე აურიაცა და აურია.
მიტოვანისაგან განსხვავებით, რომელიც კანონიერმა ხელისუფლებამ იოლად მოიშორა, ჯაბას საკითხს მეტი დელიკატურობით ეკიდება. ცალკეულ მხედრიონელებში ჯაბა იოსელიანის ავტორიტეტს შევარდნაძე უფრო ძლიერ არგუმენტს უპირისპირებს. ისინი, ვინც ფულის ავტორიტეტს აღიარებს, პირველი პირისათვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს. დანარჩენებისათვის კი პოლიტიკოს სხვა მანევრები აქვს მოფიქრებული. საქმეში ერთობა შევარდნაძისეული გავლენის სფეროების დაბალანსების ტაქტიკა და სტრატეგია, რომელიც ავანსცენიდან მხედრიონის მოშორებას გულისხმობს. შევარდნაძე იმედი ამ მზერას კვლავ საყვარელ პოლიციას მიაპყრობს. თვითონ შევარდნაძეს ეს უკვე ჩემი პირადი ანალიზია რა. არასოდეს არ ქონია იმის სურვილი, რომ ძლიერი არმია ჰქონოდა. შევარდნაძე თავის საყდენად არასოდეს არ იყენებდა არმიას, იმიტომ რომ არმია მაინც ასე თუ ისე ნეიტრალური, იმიტომ რომ არმიაში სისხლი არ აქვს გადასხმული, როგორც მაშინდელ პოლიციაში, როგორც აი შევარდნაძე რო აწყობდა პოლიცია უშიშროება. უფრო ძლიერი პოლიცია, ვიდრე უშიშროება. მაგრამ აი ამ ორ იმაზე პოდზე იდგა შევარდნაძის ხელისუფლება რა. მართალია გამომძალოლებისა და ქურდების ნაკლებობას კანონდამცველებიც არ ურჩივიან, მაგრამ მთავარია პოლიციამ წესრიგის დაცვაზე მხედრიონელთა მონოპოლია გაანადგუროს. თუმცა მხედრიონელებს გადარჩენის ერთი შანსი მაინც აქვს. შევარდნაძეს ხომ სამხედრო პოლიციაც სჭირდება. ხოლო დეგარის ჯაბას გარეშე. თუმცა იოსელიანი არ აპირებს სცენის დატოვებას. ის უბრალოდ ეცდება, რაც შეიძლება მყარი და უსაფრთხო ადგილი იპოვოს. საიდანაც მისი პერსონაც უფრო სოლიდური მოსჩანს და ბიჭებისა და სახელმწიფო მეთაურის ურთიერთობის კონტროლიც მეტნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ შევარდნაძე გაცილებით რთულ თამაშს თამაშობს. ავიხმები წინასწარ მეტყველებენ. ჯაბას ბიჭებს ერთმანეთს დაახოცინებს. ერთი სიტყვით, 93 წლის ბოლოს მხედრიონელთა გარკვეული ნაწილის თავისუფლება უკვე სასიკვდილოდ განწირული ადამიანის თავისუფლებას ემსგავსება. ანარქია მთელ ქვეყანაში სუფევდა. ასე რომ განსაკუთრებით რაღაცა პასუხისგებლობა მხედრიონისგან მოგეთხოვა, სხვა საქმეა რომ ბევრ საკითხში ტონის მიმცემი იყო ეს ორგანიზაცია და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოში, ისევე როგორც მის ლიდერს, ბატონ ჯაბას. ყოველთვის არ იყო ეს საქმიანობა სასარგებლო ქვეყნისთვის, სამწუხაროდ. ჯაბამ დამეძახა ჩამოდიო 95-ში უფრო 94-ში ჩამოდიო. ჩავედი და მაშინ მითხრა რომ მოკლედ მაშუთა კორპუსიო შიგნან არისო გასაწმენდიო და მოკიდე ხელიო მაგ საქმესო და აი სრულ უფლებას გაძლევო რა, როგორც შენ იტყვიო, ისე გაკეთდებაო რა, ну, რა თქმა უნდა, მაშინ უარი უთხარი, იმიტომ რომ სიტუაცია იმნაირი იყო თვითონ შიგნით მხედრიონში, რომ თვითონ მხედრიონში შეიძლება და ისეთი რაღაცა მომხდარიყო. უკვე მხედრიონი აღარ იყო. უკვე იყო მაშუთა კორპუსი. იყო რაღაცა სასტავები, რაღაცა კულინარიელები, ათიანელები, ცხრიანელები, ნაძალადევის საძმო. მხედრიონი დემოკრატიის მაშენებელი სახელმწიფოს რეპუტაციას ემუქრება და მისი კეთილმყოფელი შევარდნაძე ახლა უკვე უპირატესობას წესიერ ბიჭებს ანიჭებს. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი დრო გავა, სანამ მათ და ახალ ქართულ დემოკრატიას ხერხემალი მოუმაგრდება. კვირაია ახალი პატრონისათვის ერთგულების დასამტკიცებლად თავს არ სოგავს. მაგრამ ანტიმხედრიონულ რეიდებს უპასუხოდ არც მხედრიონი ტოვებს. 95 წლის 3 მარტს კი წითელ ხიდთან განხორციელებული ანტიმხედრიონული ოპერაციის შემდეგ უშიშროების მინისტრის მოადგილე ხაჩიშვილი და მაშველთა კორპუსის თავმჯდომარე გელაშვილი ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ლევან მამალაძეს უბრალოდ სცემენ. შევარდნაძე არც ხაჩიშვილს და არც გელაშვილს არ სჭის. იგი მხოლოდ ზოგადი შეფასებებით კმაყოფილდება. იმას, რაც საქართველოში ხდება, შეიძლება ეწოდოს პოლიტიკის კრიმინალიზაცია და კრიმინალის პოლიტიზაცია. სამაგიეროდ ჯაბა იოსელიანის მოსწრებული პასუხია მოკლე და კონკრეტული. დემოკრატია, ლობიოს ჭამა არავის ეკონოს.
აი მაშინ უკვე, რა თქმა უნდა, მხედრიონი აღარ მოეწონა არავის და მაშინ უკვე ყველა მოინდომა მხედრიონის ალაგმა, როდესაც მათ პირად ინტერესებს დაემუქრა მხედრიონის შეიარაღებული ახალგაზრდების ასე უკონტროლო თარეში ქვეყანაში. კარგი მოთამაშისათვის ყველა ჭირი მარგებელი. რუსთავის ინციდენტმა ბევრი რამ დააჩქარა. მხედრიონელები უკვე ყველასათვის მეტისმეტად გაუკონტროლებელი ძალაა, რომლის მოთაკვისათვისაც ნებისმიერი საშუალება გამართლებული ჩანს. და აი 95 წლის 4 მაისს სახელმწიფოს მეთაური ავტორიტეტულად ბრძანებს. მხედრიონელებმა იარაღის სახელმწიფოს უნდა ჩააბარონ. მე გავაუქმე საქართველოს მაშველთა კორპუსის როგორც სახელმწიფო მმართველობის ორგანოს სტატუსი და მისი შესაბამისი მართვის რესპუბლიკური ორგანოები, მაშველთა კორპუსის პრეზიდიუმი, თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების თანამდებობანი, ცენტრალური აპარატი, აგრეთვე რეგიონალური დანაყოფები. იმავე დღეს კახეთში პოლიცია თავს ესხმის მხედრიონელთა მოზრდილ ჯგუფს, რომელსაც გელაშვილი და გუგეშაშვილი ხელმძღვანელობენ. მე თელავიდან მოვბრუნდი სამინისტროში და გაუფრთხილებლად შევედი კვირაიას ოთახში, თავის სამუშაო კაბინეტში. და მე ვუყვებოდი მას, თუ როგორ ცდილობდნენ თელავში მხედრიონელების ჩახოცვას და როგორ გამოვაღწიეთ იქედან ცოცხალი. და ამ საუბრის დროს ინსტინქტურად ავიღე ერთი ფურცელი, რომელიც მას მაგიდაზე ედო და ჩემდა გასაოცრად ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის განცხადება, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო ტელევიზიის მიერ, რომ თითქოს და თელავში მოხდა შეიარაღებული შეტაკება მხედრიონსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გაქცევის მცდელობისას დაიღუპა დათო ოთინაშვილი, ასევე ადგილზე დაიღუპნენ ამ შეტაკების დროს დოდო გუგეშაშვილი, გიგა გელაშვილი და რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი სამძიმარს უცხადებდა ჩვენს ოჯახებს. დრამატულ სცენებს, რომელიც ამ 2 წლის მანძილზე ვითარდება, კიდევ უფრო დრამატული ფონი გასდევს. 94 წლიდან საქართველოში ტერაქტების სერია იწყება და თითქმის 96 წლამდე გრძელდება. საკუთარ სახლთან მოკლულია გენერალი გია გულუა. მანქანაში ჩაცხრილეს ეროვნული დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჭანტურია. აფეთქეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკო კეკელიძე. პირველი ტერაქტი ხორციელდება გია ყარყარაშვილზე. ტერაქტი მეორდება. ყარყარაშვილი მძიმედ დაიჭრა. დაიღუპა გენერალი პაატა დათუაშვილი. მოკლულია ფონდი დემოკრატიისა და აღორძინების თავმჯდომარე სოლიკო ხაბეიშვილი. კვირაიამ ეს დანაშაულებანი შესაშური სისწრაფით გახსნა და ძნელი მისახვედრი არ გახლდათ, ვინ აღმოჩნდნენ მთავარი ეჭვმიტანილნი. ეს რა თქმა უნდა არ იყო თვითშემოქმედება. ხელისუფლება ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობისათვის პასუხისგებას მხედრიონელებს თხოვდა და ამაში საზოგადოების დარწმუნება სულაც არ წარმოადგენდა სირთულეს. ხალხის დამოკიდებულება მხედრიონელებისადმი უკვე საკმაოდ ნეგატიური იყო. 95 წელს მე უკვე სავარდაში ვიჯექი, რომ ეს შევარდნაძეს აფეთქება მოუწყეს, მაგრამ შევარდნაძე კი არა, მთელი მხედრიონი აფეთქდა ამ ერთი აფეთქებით რა. 95 წლის 29 აგვისტოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა, რომლის თანახმად საქართველოს კვლავ საპრეზიდენტო მმართველობას იბრუნებდა. იმავე დღეს შევარდნაძემ თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 18 საათზე და 30 წუთზე მან დატოვა სამუშაო კაბინეტი. ჩაჯდა მანქანაში
რომელსაც მომავალი პრეზიდენტის საგანგებოდ ამ შემთხვევისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ფურშეტზე უნდა წაიყვანა, მაგრამ ფურშეტს ჩატარება არ ეწერა. ფანჯრიდან უცებ შემოარდა ყველა იმ პროცესორებისაც დანგრეულია და ესე დაგვიგერა სულთიანად და მაშოთ ეს მივხვდით რა შეეძლო საქმე ეს ისე ვაპირებდი მეც წასვლას მაგრამ აქ შევყავდი რაღაც სალაპარაკო იყო რაღაცა რა ვიცი აბა ეს როგორც მაშინ აგვაფეთქეს ის ზუსტად ისეთია როგორც იყო ზუსტად ისეთი აფეთქებოდა თანაც ჩემი ოთახის უკან ეს რომ 100% მე ვისვენებ ხოლმე ოთახში და აი ეს ოთახი რომ არის ის კედელი დანგრეულია პანჯრები დანგრეულია ყველაფერი აქ პირდაპირ ცეცხლი შემოვარდა ესენი არიან ლაჩხლები ესენი არიან არაკაცები ტერორისტები საქართველოში და ეს არის მაგათი ბოლომცდელობა ტერორისტული აქტის ამ აქტის შესრულების თავიც არ აქვს მაგ უბედურებს საწოდაები და მე დარწმუნებულია რომ საქართველოს ანგარიშს გაუსწორებს ტერორიზმს მოგვიანებით როცა მომხდარის სურათი აღადგინეს პროკურატურის ვერსიით თეთრი ნივის აფეთქება განხორციელდა პულტის საშუალებით რომელიც სპეციალურად მომზადებულ ამფეთქებელს ეჭირა. უკანასკნელ წუთს ამფეთქებელმა მისიის შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ პულტი გვერდით მყოფმა თანამძრახველმა წაართვა და ღილაკსაც ხელი სწორედ მან დააჭირა. მაგრამ ამ აურზაურში დაკარგულმა რამოდენიმე წამმა შევარდნაძეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულმა ტერაქტმა საბოლოოდ შეცვალა ამინდი ქართულ პოლიტიკაში. გამოძიებამ დამნაშავეებს რეკორდულ დროში მიაგნო. აღნიშნული ჯგუფის ძირითადი ორგანიზატორები არიან სახელმწიფო სოციალების უმაღლესი თანამდებობის პირები, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე იგორ გიორგიაძე, მისი მოადგილე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ხაჩიშვილი, მაშინდელ კორპუსის თავმჯდომარე გიგა გელაშვილი. მათ ტერორისტულ ჯგუფში გაერთიანეს აღნიშნული უწყებების ასობგებელი მუშაკები. მე არ ვიცი, ვერ წარმოვიდგენი, როგორ მოხდებოდა ისე, რა უნდა მომხდარიყო, რომ გიგა გელაშვილს პულტისთვის ხელი დაეჭირა და ჩემი მანქანა ეფეთქებია. შვილი ითხოვდა, შვილი უყურებდი. მაგრამ ალბათ სერიოზული შეთქმულება იყო. ეხლა თქვენ მიგითხავთ, იცოდა თუ არა ჯაბა. ჯაბა ისეთ საქმეებზე იყო ნაჯდომით ციხეში, რომ ასე იოლად სალაპარაკოს არ მოგცემდა. და მერე გაირკვა. ჯაბას რო პასუხისგებაში მიცეს, ამ ბიჭებმა აღიარეს, რომ ჯავას ნებართვით მოხდა ყველაფერი. და თავი დაგვიქნია. ორჯერ დაგვიქნია თავი. Когда случилось этот теракт, я не меньше пострадал, чем Шеварднадзе. У меня тоже сейчас вот коммоции. Я должен сейчас лежать. Но я не раздевался там и не делал такое, значит. ტერაქტის მეორე დღესვე ჩატარდა ჩხრეკა იოსელიანის სამუშაო კაბინეტში.
რომლის შედეგად აღმოაჩინეს უამრავი საბრძოლო იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება. იოსელიანის განმარტებით ყველაფერი ამისათვის უკეთესი ადგილის პოვნა არ შეიძლებოდა. რადგან იარაღი და წამალი მაშველთა კორპუსს განსაკუთრებულ სიტუაციებში დაზარალებულთა გადასარჩენად სჭირდებოდა. მაგრამ გამოძიება სხვაგვარად ფიქრობდა. მაშინ ნათლი მამის დასაცავად ყველაფერი თავის თავზე გუგეშაშვილმა აიღო. ჯაბა იოსელიანი ამ ყველაფრისათვის მომზადებული აღმოჩნდა. იგი პარლამენტში იღებს კენჭს. დეპუტატობის კანდიდატს კი არჩევნების ჩატარებამდე ხელს ვერავინ ახლებს, მაგრამ მისი გარემოცვა სხვადასხვა ბრალდებებით ერთმანეთის მიყოლებით ციხეში მიდის. იოსელიანის ჯერი უფრო ადრე დადგა, ვიდრე ის ფიქრობდა. მის პირად საქმეში ახალი ფურცელი გაჩნდა. მას ბოლო დროს საქართველოში მომხდარი ყველა ტერაქტის და სამეგრელოს დარბევის ორგანიზებაში ღიად ცდებენ ბრალს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და იოსელიანის იმუნიტეტი გააუქმა. პარლამენტმა ეს წინადადება დაამტკიცა. სასამართლომ მისი დაპატიმრების სანქცია გასცა. ეხლა მე მოვითხოვ შენს დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. იმიტომ რომ კი ბატონო, დაუყოვნებლივ შესრულდეს კანონი. ოდაიგებს ქვეყანა კანონი უნდა შესრულდეს. კანონი რომელიც გამოიტანა და 4 წელიწადი არ სრულდება, ის კანონი უნდა შესრულდეს. დაჭერის საფუძველი არც იყო როგორც გაირკვა შემდეგ. იყო რაღაც 1-2 ჩვენება, მაგრამ ის არ იყო საკმარისი. და გერაამ დარეკა რომ ამდენი კაცი გაიქცავა ქალაქიდანო ჯაბას აღარ გაუშვებ. რატომ ეთი რა გარბის მეთქი? 10 მანქანად გასო იქაო. და გადის ქალაქიდანო. მაშინ იმოქმედე მეთი კაცო პროკურორს დაურეკე და იმოქმედეთ კანონის შეზღუდვისად. მე დააზუსტე ჯაბასთანო თურმე აი თა აქციას არაპირებდა. მაგრამ მანქანები კი იდგენ. და შოთასაც ჰქონდა საფუძველი ეფიქრა რომ გარბის ესეც. იწყება 2 წლიანი გამოძიებების სერია. დაკითხვებზე მეხუთე იზოლატორში ყველაზე ჯიუტებსაც კი კისერს იოლად უგრეხენ. მხედრიონელების ლიდერებს არც საზღვარგარეთ გაქცევა შველით. მათვისაც კანონი ვერ მისწვდა, იარაღით უსწორდებიან. ერთადერთი ვისაც აღარც ტყუის ეშინია და აღარც კვირაია სჭირდება რამეში, მხედრიონის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა, გიგა არველაძეა. უპირობო ავტორიტეტი მამაკაცებში. სუსტი სქესის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი. ყველა ბრძოლისა და გახმაურებული საქმის გარჩევების მთავარი მოქმედი პირი. ბედის ნებიერა, რომელიც იღბლიანობის წყალობით სასიკვდილო ჭრილობას ორჯერ გადაურჩა, ბოლოს ბედისავე ირონიით შემთხვევითმა ტყვიამ სავარძელს მიაჯაჭვა. პარადოქსია, მაგრამ თითქმის იმავდროულად განსასჯელთა სკამებზე ზვიადის და ის ლიდერები წხვდებიან, რომელთა დევნასაც ბრალად ცდებენ მხედრიონელებს. 97-ში იწყება ყველაზე გრანდიოზული წარმოდგენა, რომელიც შევარდნაძეს ოდესმე დაუდგამს. იოსელიანის შევარდნაძის ტანდემი აქაც საოცრად ჰარმონიული და წარმატებულია. შოუსათვის მხედრიონელთა ლიდერზე უკეთეს მთავარ გმირს ვერ ინატრებ. Совершенно секретно. Цихитамчер КГБ. Открытая командующему Закавказских Закавказским военным округом генерал-полковнику Патрикиеву. Это нахостелевую. Подайте нормально. 27-91 года 2 ноября. От лидера Мхедриони, профессора ранее Древнесудебного. Джаба Константиновича Юсупова. А если Сасаматус другая интересна. Мой генерал. Но наша совместная инсценировка Шавнабата, как мне стало известно из заявления пресс-центра Верховного Совета Грузии, совершенно успешна. Я ჯანტურიად პრილობა. მე შეძლებობათა მიყავი სახში. ატარა
ფორმალიზე აბზიანისთან, გიორგი აბზიანისთან. და იქ შემოვიდა რაღაც ახალგაზრდა კაცი. ნუ თვალე შევატო ცოტა გამოწესი. ცოცხალი ბიჭი. ხოდა მე ახლა დავუყურე, ავიღებ ცალკე ოთახში იქ ფორმალიზე იყო კარგი. მე საბადოა იყო ძალიან აღარ ეს ახალგაზრდა ბიჭი გამომიჭირე და შემოვიდა საერთოდ როგორ არის შეიძლება ცოტა პრობლემები მაქვს მილიციასთან მე ხარ პრობლემები მილიციასთან რას პრობლემები მოგიხსნი მაგ პრობლემები შენ მოონდა ეხლა უნდა გამეხმარო ერთ საკითხში მე შენ გაპარაკე რა არის პრობლემები რა გიქნა ხან ისე საკითხი რა არის ასეთი ხუმრობით მიიღო 70 მიღწეულმა ჯაბა იოსელიანმა განაჩენი 11 წელი. ხაჩიშვილს 15, ხოლო გელაშვილს 14 წლით აჯილდოვებენ. მაგრამ ამ წარმოდგენის პიკი ბევრ მაყურებელს ყურადღების მიღმარჩება. 20 წელიწადში სამშობლოს მტრები, ტერორისტები და ყაჩაღები ციხიდან ისევ შევარდნაძის მითითებით გამოდიან. სუღალა შევიწყალე. სუღალა გიგა გელაშვილი 3 წელი და თუ 4 წელი სულ 14 თუ 15 წელი ქონდა მისჯილი 60 წელიწადში გარეთ გამოუშვი ის მეორეც მე სხვა ტერაქტი იყო ისიც გარეთ გამოუშვი რამდენიმე წელიწადში სხვა შორის მე როგორც ანგელოზები ისე იქცეოდნენ პოლიტიკურ წრეებში პრეზიდენტის მოულოდნელმა გულმოწყალებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია ედუარდ შევარდნაძე თავისუფლებას უბრუნებს საკუთარ დაუძინებელ მტრებს, თანაც ისე რომ პატიება არავის უთხოვია. ყველაზე დიდი ეჭვით ამას ერთ-ერთი პირველი შეწყალებული ჯაბა იოსელიანი შეხვდა. იგი ციხიდან გამოსვლაზე უარსაც კი აცხადებდა. გავიგე მე რომ იმას არ აქვს განზრახული გამოსვლა და მუხლებზე დაუჩუქე და შევთხოვე რომ ამას დაანებე მაგას თავი გამოდი აღარ ახარ ახალგაზრდა მოხუცი ხარ ოპერაცია გაიკეთა კიდე საოპერაციო ხო და რაღაც არ ვიცი ჩემმა იმიან გაჭირა თუ რაღაც მუდარამ და დათანხმდა აი მასა გამოვიდა იქიდან 2000 წელს იოსელიანი და გუგეშაშვილი თავისუფლებაში ბრუნდებიან. პირველი ნაბიჯი, რომელსაც იოსელიანი გადადგამს მხედრიონის პოლიტიკურ ორგანიზაციად დარეგისტრირების მცდელობა. მაგრამ მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი ამისათვის ყველა გზას უკეტავს. მომავლის ამბავი შენ რა ილია წინასწარმეტყველი ხარ, ვინა ხარ, ჩვენ რას გავაკეთებ და ამას აკეთებს იუსტიციის მინისტრი. და ამბობს თანაც კიდევ რომ სანამდე მე ვარ ცოცხალი თუ რაღაცა ესეთი ფორმა ჩვენ მხედრიონს არ გავატარებთ. უსამა ბენ ლადენმა ხვალ რომ ინდომას პოლიტიკური ორგანიზაციის დარეგისტრირება ამერიკაში აბსოლუტურად კანონიერად გააკეთა ესეთი ასე ვთქვათ დოკუმენტაცია რომელიც მიზნად ისახავს ასე ვთქვათ პოლიტიკური მეთოდების მეშვეობით ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალაუფლების ხელშეაღებას მე ასე ვთქვათ იმ ხოლმე კონტექსტში ვახსენე რომ ეს არის აბსოლუტურად ის მხედრიონი რომელიც ასე ვთქვათ მოღვაწეობდა 92-99 წლებში და მოსახლეობას კარგად ახსოვს რა იყო ეს მხედრიონი მხედრიონის საქმეს არც სასამართლოში შეტანილი სარჩელიშვილის მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ბირთვი მისი აღორძინების იდეას ისევე როგორც შევარდნაძის მიერ იოსელიანის გათავისუფლებას საკუთარი გეგმების საწინააღმდეგო იარაღად მიიჩნევს. შევარდნაძე სერიოზული მოწინააღმდეგეები უჩნდება. სააკაშვილი და ჟვანია ჯერ ისევ ფარულად იწყებენ პატრონის წინააღმდეგ ბრძოლას. სააკაშვილი მინისტრის თანამდებობას ტოვებს და 2002 წლის არჩევნებში ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად იღრის კენჭს. ბედის ირონიით მისი კონკურენტი ჯაბა იოსელიანი ხდება. აუცილებელია რომ იყოს პირველადი ესე იგი საშუალო თუ არა ყოველ შემთხვევაში პირველადი განათლება მაინც უფასო. ასევე უნდა იყოს დაუცველი ხალხისათვის პენსიონერები იქნება თუ ინვალიდები იქნება უფასო პირველადი დახმარება, სამედიცინო დახმარება ეს აუცილებელია.
და უნდა შეიკვეცოს ყველავითარ ეს მოჩვენებით ეს როგორც კომუნისტები ამბობენ პაკაზუხები და ის პაკაზუხების ფული უნდა გადმოვიდეს აი სოციალურ ესე იგი სფეროში. ჩემ პროგრამაში პროგრამის განხორციელებაში უპირველეს ყოვლისა თვით შევარდაძე უნდა იყოს დაინტერესებული. იმიტომ რომ აი შემდეგ როდესაც ის წავა რომ მას ისტორია მოიხსენიოს კეთილად და დევნა არ მოხდეს მისი და მისი ნათესავების შემდეგ მან როგორც აი ახუხულა ეს ამ ხელა ბიუროკრატიული აპარატი ისევე მოგეხმაროს და ჩამოახუხულოთ ერთად და წამბზადდეს პატივით. მაგრამ პოლიტიკაში დემოკრატიის ნათლი მამის დაბრუნების ამ მცდელობამ ფიასკო განიცადა. მისი კონკურენტის სააკაშვილის პოპულარობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამან შევარდნაძე ბევრ რამეზე დააფიქრა. ხომ შეიძლება ხელისუფლებით უკმაყოფილების სიო მალე ქარიშხალში გადაიზარდოს. პრეზიდენტი პრევენციულ სვლებს აკეთებს. იმაზე რომ შევარდნაძეს მხოლოდ ასაკობრივი სენტიმენტები არ აწუხებდა, მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ თავისუფლებაში ბრუნდებიან ხაჩიშვილი და გელაშვილი. ხაჩიშვილი გამოსვლისთანავე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ჟვანიასა და მისი თანამებრძოლების მოსვლას არ დაუშვებს, მაგრამ ხაჩიშვილის აღარავის ეშინია. მით უმეტეს, რომ იოსელიანი სულაც არ აპირებს პრეზიდენტისათვის ხელმეორედ თავის გაწირვას. პირიქით, იგი თავის უმაღლეს მოვალეობად ედუარდ შევარდნაძის ნებისმიერი გზით დამარცხებას მიიჩნევს. 75 წლის ჯაბა იოსელიანი ახალ ბრძოლას იწყებს. ორიგინალური იდეების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა და ახლაც შეიძლება სრულიად მოსალოდნელად მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად, მემარჯვენე და მემარცხენე, უმცირესობა და უმრავლესობა, ვერი და ერი. რადგან ეს სჭირდება საქართველოს. აი ეს უნდა გააკეთოს ჯაბამ დღეს. ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გამთლიანოს სრულიად საქართველო. ბატონ ჯაბას ინიციატივით ბატონ ბადრი ზარანდიასთან მოხდა შერიგება და მის თანამებრძოლებთან და ჩვენ ერთობლივი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი. ჯაბა იოსელიანი თავის ყოფილ მტრებთან მალე პოულობს საერთოს. ზვიადისტები და მხედრიონელები, რომელიც შევარდნაძის მმართველობამ ერთნაირად გაწირა თავის გაერთიანებას მრავლის მეტყოლ სახელწოდებას. სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირს არქმევენ და ეროვნული თანხმობის იდეალების ქადაგებას იწყებენ, მაგრამ მათ როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას ისევ არ არეგისტრირებენ. გვინდოდა რეგისტრაციაში გადაღებულიყო იუსტიციის სამინისტროში უარი გვითხრეს და იმის დასანაცვლოდ, რომ პოლიტიკურ წრეებს და საზოგადოების უდიდეს ნაწილს ქონოდათ თუნდაც გარეგნული სურვილი იმისა, რომ გაერთიანებას დათანხმებოდნენ. ისევ ხელახლა წამოვიდა ლაფის სროლა, ჭორები. იოსელიანისა და ზვიადისტების ერთი ფრთის შერიგება საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლად შეხვდა. ზოგი ამბობდა, რომ შერიგება ნაადრევი ნაბიჯია, ზოგი კი ნაგვიანებად მიიჩნევდა. ისინიც, ვისაც სჯეროდა მხედრიონული იდეის და ისინიც, ვინც იმთავითვე ხედავდა მასში დამანგრევალ ძალას, ერთნაირად ცდილობდნენ დაევიწყებინათ ქართული 90-იანები და მისი სიმბოლო მხედრიონი. ამან სცენა ახალი გმირებისათვის უნდა გათავისუფლდეს. წარმოდგენა დასასრულს უახლოვდება. იოსელიანი მცირე ამალის თანხლებით კიდევ ერთხელ გადის გზას, რომელმაც მას გმირისა და მტარვალის გვირგვინი დაადგა. ზუგდიდი, ჭუბერი და ბოლოს კოდორის ხეობა, რომელსაც მხედრიონელები ჯერ ისევ თვლიან საკუთარი პასუხისმგებლობის ზონად.
ზუგდიდში ჯაბა რამდენიმე საათით ჩერდება. ქალაქის ქუჩებში, რომლებსაც მისი სახელი ერთდროს შიშის ზარს სცემდა, გამვლელები მის მიმართ ცნობის მოყვარეობის გარდა არაფერს იმჩნევენ. სწორედ მტრების გულგრილობა არის უკანასკნელი, უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მთავარმა გმირმა მაყურებელს თავი უნდა დაუკრას. მასთან ერთად სცენას ტოვებს ქოროც. უკანასკნელ მოქმედებაში ჯაბა იოსელიანი წერლის კოსტიუმს ირგებს. ლიმონათის ქვეყანა და მეორე პატიმრობისას დაწერილი მესამე განზომილება მოსკოვში რუსულ ენაზე გამოდის. პრეზენტაციაზე რუსულ ბომონდთან ერთად მას გვერდს მშვენებენ ძველი мегоბრებიც. Ну еще не вечер. Хорошо, можно мы поможем, чтобы вы еще отдохнули несколько где-то там, где писали. Вот, что удивительно, что очень хорошо получается. Видно, там тишина, хорошо кормят и пишите хорошо. А если вот по-философски подумаем, значит, что можно сказать? Вы все знаете, что китайский такой философ был Лао Цзи, и вот его Дао, основная книга, там есть такой фрагмент или утверждение, что если то, что двигается, имеет конец, а что не двигается, конца не имеет. ადამიანს შეუძლია და ევალება საკუთარი სახელები დაარქვას მოვლენებს. ყაჩაღობა ყოველთვის ყაჩაღობაა, ღალატი ყოველთვის ღალატია. მაგრამ ვისა აქვს უფლება პირველი ქვა ესროლოს ცოდვილს, რომლის დანაშაული იმ სამყაროში დგინდება, სადაც ავაზაკის ერთი ცრემლი მის ყველა ცოდვას გადაწონის. ეროვნული შერიგების იდეა ისტორიის მომავალი მემატიანეების პრიორიტეტად იქცა. იოსელიანმა ვერც ერთი თავისი ოცნების ასრულება ვერ შეძლო. თუმცა ვინ იცის რაზე ოცნებობდა სინამდვილეში ადამიანი, რომელმაც ზოგისათვის ყველაზე დიდი ბოროტების, ზოგისათვის კი კეთილშობილი იდეალების სიმბოლო ხედრიონი შექმნა. ეს ჩვენი ისტორია უახლესი და მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველაფერს საქართველოში უამრავი ჩირკი მოეწყა ამ ორგანიზაციას, მისი ბირთვი იყო სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების საკრებულო, რომელმაც ეს დაამტკიცა 860 კაცი დაწვა ბრძოლის ველზე საქართველოს ერთიანობისთვის მისი სიყვარულით. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სრულად უანგაროდ განურჩევლად იმისა, სად იყვნენ და როგორ იყვნენ, აკეთეს იმას, რითიც თქვა თავის სინდისთან იყვნენ მართლები, იბრძოდნენ ქვეყნისთვის, მიაჩნდათ ასე. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ იმ ომის დაწყებაც იყო ავანტიურა. ეს იმ დროს იყო საშინელი კრამოლა ამაზე ლაპარაკი. მაგრამ გავიდა წლები და ბევრი ფიქრობს უკვე ახლა ასე ხო? მაგრამ ფაქტია ერთი რამე, რომ ესე იგი თვითონ ეს ხალხი განურჩევლო იმ მისიაშიც, რომელშიც ისინი გამოიყენეს, თქვა ვიღაცის წინააღმდეგ და შემდგომ მათი პედიც იყო ნამდვილად ტრაგიკული. უნდა ითქვას, რომ აი ყველაზე გულუბრყვილო, ყველაზე ვაჟკაცი, ყველაზე თავგანწირული ადამიანები, ვინც ამ მხედრიონის რიგებში იყვნენ, დღეს არიან ან მიწაში, ან უკეთეს შემთხვევაში გაფანტულები არიან ამ ქვეყანაში, ისე რომ მათ არც არანაირი კეთილდღეობა, არც არანაირი გამორჩენა, ყველაფერი ამ ამბებიდან არ ქონიათ. რაც შეეხება ამ ადამიანებს, რომელსაც ასეთი ბედი ხვდა წილად, ჩემი აზრით მათ მიმართ თუ გაიმარჯვა და ეჭვერმეპარება, რომ ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ყველაზე კარგი ფორმა არის
დიდწლოვანი მიტევება, როგორც შეცდომილი უძღების შვილი ბრუნდება თავის მამასთან, აი ისე უნდა დაბრუნდნენ ესენი თავის სამშობლოში და თავის სამშობლომ უნდა გადააფაროს მას მიტევების კალთა. სულ მენატრებოდა მთელი სიცოცხლე და ეხლა მithumetes არ ამგონია რომ ის აღარ არის ამ ქვეყნად მე მგონია რომ ალბათ ეხლა ამ თავრობამაც დააპატიმრა მეთქი ასე მგონია და შესაძლებელია ასეც ყოფილიყო ცნობილი ქურდი წერალი დრამატურგი პოლიტიკოსი და უახლესი ქართული ისტორიის ყველაზე მოურჯულებელი მეამბოხე ლოგინში თმაში ჭაღარა გარეული გარდაიცვალა. ეს იყო ერთადერთი რაც ჯაბა იოსელიანმა ბუნებრივად და კანონზომიერად 1000 სხვა ადამიანივით გააკეთა. მემკვიდრეობად კი ისტორიას და სინამდვილეს ერთი სახელით გაერთიანებული ავაზაკები და მამულიშვილები, იდეალისტები და ნაძირალები დაუტოვა. წლის 8 მარტს სიონის ტაძარში ჯაბა იოსელიანის პარაკლისზე წარმოდგენის ბოლო სცენა გათამაშდა. Шекспир сказал, и все мы в нем актеры. Ты игрой сердца пронзал, рождал восторги, споры. За то, что ты с душой играл, народ тебя короновал. И даже враг твердил порой, скрывая страх, что ты король, что ты король. Виват король, виват, виват король, виват король, виват, виват король. Ты был самим собой. Лишь со мной одной деля все горести и беды. Ты другим дарил всегда золото победы. Ты так играл, ты был артист, и вот настал твой бенефис. Ты так играл, ты был король, и вот теперь вакантна роль, вакантна роль. Прощай, король, прощай, прощай, король, тебе поют кругом. Как жаль, не вечен май, не вечен гром, аплодисментов гром. Печаль в глазах, печаль, а в сердце боль, и каждый грустным стал. Прощай, король, прощай,
сегодня твой последний бал. Прощай, король, прощай, прощай, король. Прощай, король, прощай, прощай, король.